მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. განაგრძობთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეძღვნება პოეტის, ჟურნალისტის, მამულიშვილის, თემურ ჩალაბაშვილის ხსოვნას. შენ საქართველოს ჭირის უფალო, ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლია. შეხარო და წმინდა თაფლის სანთელს და თავადაც სანთელივით უჩუმრად, უპრეტენზიოდ, გულში ჩაღვრილ ცრემლებით იწვოდა. იფერფლებოდა მამული სიყვარულსა და ერთგულებაში, მის წინაშე მუდმივად თავდა მუხლმოდრეკილი. ალალად უყვარდა თავისი კახეთი, კახეთიდან კი სრულიად საქართველო. სული შემძროლია თემურის კახეთისადმი მიძღვნილი პაწაწინა ბევრის დამტევი ლექსი. შენ მოთმინება ქონდა იობის, შენ საქართველოს სისხლად სდიოდი. ახლახანს თემურ ჩალაბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული დაისტამბა, სადაც კოლეგა მეგობართა მისი პოეზიის მოყვარულთა 150 მოგონება. დღეს ჩვენს გადაცემას სტუმრობს ამ კრებულის გამორჩეული ავტორი, თემურის მეგობარი მრავალთაგან. ქალბატონი ლეილა არჩემაშვილი, ფილოლოგი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის წევრი, გომბორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საქართველოს ფოლკლორის 2022 წლის რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი. პერსონა 2023 საქართველოს წარმატებული ადამიანები განათლების განვითარებისათვის. წმინდა ილია მართალის გაზეთ ივერიის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის ორგზის გამარჯვებული როგორც პროზაიკოსი. და მოგესალმებით ქალბატონო ლეილა, უღმესი მადლობა ჩვენს გადაცემაში მობრძანებისთვის. გავიხსენოთ თემური. დიდი მადლობა ქალბატონო დიანა მოწვევისათვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ბატონ თემურზე უნდა ვისაუბრო ამ ბუმბერას ადამიანზე. დავიწყებ იქიდან რომ აღარც მახსოვს რამდენი წელია ვიცნობდი ბატონ თემურს, რა თქმა უნდა მისი შემოქმედებით შემიყვარდა, მისი პოეზიით და მე როდესაც მისი პიროვნული თვისებები გავიცანი, რა ადამიანია და რამხელა ქართველი და როგორი ზე ადამიანი უფრო მეტად მიყვარდა. მე გავიცანი მისი ძვირფასი მეუღლე ქალბატონი გეტა, არაჩვეულებრივი ქალბატონი, ეს ორი უსაყვარლესი ადამიანი. ვსტუმრობდით ხოლმე მე და ჩემი ძმა ვარანცოლზე მას. ბატონი თემური ჩამოდიოდა ჩვენთან საგარეჯოში. საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ბატონმა ბესო ღვინაშვილმა ორჯერ მოუწყო შეხვედრა ბატონ თემურს ჩვენთან კარგი ლიტერატურული საღამო გავუმართეთ. ბატონი თემური ჩამოდიოდა ჩვენთან ვაჟაობაზე 1976 წლიდან ჩვენთან იმართება ლიტერატურის სახალხო დღესასწაული ვაჟაობა მთის სოფელში კოჯბანში და მისი მონაწილე იყო. ძალიან უხაროდა ჩვენთან ჩამოსვლა. ვაჟაზე ლექსებს კითხულობდა, ძალიან ვიცოდი რომ ჩარგოში იმართებოდა. არ ვიცოდი 1976 წლიდან. რამდენიმე წელიწადი ჩავარდნა ქონდა იქ 90-იანების ომის და მერე კორონა რომ დაიწყო მაშინ და დანარჩენი აქტიურად ვატარებ. ჩაშანაც გავამართეთ და ჩაშან უკვე ასეთი მდგომარეობა იყო ვეღარ დაესწრო ბატონი თემური. ძალიან უყვარდა ჩვენთან ჩამოსვლა. არასოდეს არ აკლდებოდა კოჯბანში ვაჟაობას, არასოდეს აკლდებოდა პატარცეულში გოგლაობას. მისი აქტიური მონაწილე იყო და უძვირფასესი სტუმარი, თუმცა რა სტუმარი როგორ უყვარდა გოგლა ლეონიძე და ხაშმში რეზო ინანიშვილის ხსოვნის დღესასწაულზე მართლაც დღესასწაულია ბატონი მახსოვს მუზეუმი რომ რესტავრაცია როგორი ბედნიერი იყო და ივნისის დასაწყისში რეზოობა იმართება ხოლმე. არ გვაკლდებოდა არც ერთ ღონისძიებაზე. მე აი ესეთი უბრალო ხალხთან შეხვედრა უყვარდა, უბრალო ადამიანებთან გასაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელის შემოქმედე იყო, ამ მჭერესი ადამიანი იყო, უაღრესად თავმდაბალი იყო და არ გაგრძნობინებდა აბსოლუტურად არაფერს, რომ ის ასეთი დიდი ქართველი იყო. მე ერთხელ წავიკითხე ქალბატონო დიანა მისი ჩანაწერებიდან, როდესაც პირველად წავიკითხე
ბატონი თემური წერდა ტაო-კლარჯეთში ხახულმა საერთოდ შემშალა ჭკუიდან ფეხში შველი ავედი ტაძართან ვტიროდი ამ ხელა კაცი იმ ღამით დაიწერა ჩემო საქართველო მართლმადიდებელო მერე კომპოზიტორმა ზურაბ ჟავიამ ამ ლექსზე სიმღერა შექმნა კათოლიკოს პატრიარქმა მოისმინა თუ არა სიმღერა ბრძანა ალბათ ასეთი უნდა იყოს მართლმადიდებლობის ჰიმნიო ამბობს ბატონი თემური როდესაც ამ ტერიტორიაზე ფეხში შველი ფეხსაც მიდაც ვერ გაბედავ რომ ხახულში ახვიდე და ფეხში შველი ახვალ რამხელა დიდი ქართული გული უნდა კონდეს და ამიტომ წერდა ეს ალბათ პატრიოტულ ასეთ ლამაზ ლექსებს ჩვენთან გომბორის სკოლაშიც მოუწყვეთ შეხვედრა ბატონ თემურს დაახლოებით 10-12 წლის წინ სკოლაში ბრძანდებოდა კარგი საღამო გავმართეთ მოეწონა ჩვენი სკოლა ჩვენ კიდევაც შევხვიდა ჩამოვალ გესტუმრებითო ერთი სიტყვით ძალიან თბილი ასეთი ურთიერთობა გქონდა მე მისი აქტიური მკითხველი ვიყავი მე მის შემოქმედების თაყვანისმცემელი ვიყავი ვარ და ვიქნები დაუჯერებელი მოხდა ვერც ვიჯერებ გამოქვეყნდა მეორე მესამე დღესვე ლექსები მისი მოსათხოვარი ჩანაწერები წერილები ვერ ბედავდი ქალბატონ დიანა ვერ წერდი არ შემეძლო მასზე წარსულში მესაუბრა ამდით შემოკვეცე ვიწვალე დაღამდებოდა მინდოდა დამეწერა გატენდებოდა მინდოდა და ეს ადამიანი ვერ გადამყავდა წარსულში როგორც აი გაბრიელ ჯაბუშანურს აქვს მეუბნებიან ვითომ არა ხარ აუ რამხელა სისულელია როგორ შეიძლება დაეჯერო ძალიან კარგი დარიგებები იცოდა ხშირად მეტყოდა ლელა ეს კარგი ადამიანია ეს არ გიღალატებს ამასთან ფრთხილად იყავი და ზუსტად ისე აცხადდებოდა ქალბატონო დიანა როგორც ამარიგებდა ხოლმე მე ვწერ რა თქმა უნდა პროზაში მუშაობ ოღონდ ჯერ წიგნი არ მაქვს და არც ვაქვეყნებ უბრალოდ ორ კონკურსზე გავიტანე და ნახა ჩემი ჩანახატები ნოველები მოთხრობები და ეთით რა მითხრა აქ ყველაფერი ქართულია უნდა დაამთავრა და მივხვდი რომ მოეწონა თემური რო ამას გეტყვით აქ ყველაფერი ქართულია ასე შემაფასა მე ვეცუდათ რომ გახდა ოჯახში ვსტუმრობდით მე და ჩემი ძმა მე ჩემი სამეგობრო პოეტი გოგონები მივდიოდით ნახულობდით და აი ესე თანდათან ასეთ გამხდარს რომ ნახულობდი ძალიან ნერვიულობდი ვერც ვიმეტებდი ამ ადამიანს ასეთი დასასრულისთვის და ძალიან მეჭირდა. მე წიგნებს მე და ჩემი ძმაც ხომ რამდენჯერმე ვიყავი და თავისი ახალი გამოსული წიგნებით დაგვაჯილდოვებდა და ასე გამოგვისტუმრებდა ხოლმე. ხუმრობაც უყვარდა, გავიხსენებ ხუმრობას ქალბატონი დიანა. ხო, იუმორის პატრონი. ასე ხოში გახური ისეთი დინჯი და შეიძლება ვერც კი მიმყარიყავი ერთ ბაშად, დაფიქრება ჭირდებოდა. სანამ თუდად გავხდებოდა მივედი და შევედი და მე მარცხენა მხარეს სამზარეულო აქვს და ბატონ თემურ სამზარეულოში შევიდეთ გეტა ჩემთან. მოდი გეტამ დაპატიშა ქალბატონმა გეტამ სამზარეულოში. ბატონ თემური მეუბნება არა ლეილა სამზარეულოში არა მოდი ზალაში დავსხდეთ ზალას ესე რუსულად მეტყვი სამზარეულოში სტუმარს რო შევუშვები საღამომდე არ გავა და ზალიდან ცოტა მალე გადის არა და როგორ ძალიან უყვარდი და ასეთი ხუმრობაც მეცხრა ხდებოდით ჟურნალისტთა კავშირის ყრილობებზე ერთმანეთს უამრავ ღონისძიებაზე ლიტერატურულ საღამოებზე და ბედნიერება იყო მასთან შეხვედრა უაღრესად დიდ პატივს მცემდა ძალიან ვუყვარდი და როდესაც ცუდად იყო გვაჩვენა მე და თამრიკო შაიშმელაშვილი ვიყავით მესული სანახავად და ქალბატონი ნათელა გოხელაშვილი და თავისი წიგნები გვაჩვენა ნაჩუქარი ავტოგრაფებით ვინც აჩუქა და თვალი მოვკარი ზვიად გამსახურდიას ავტოგრაფს კონსტანტინე გამსახურდიას ავტოგრაფს მე ვთქვი ბატონ თემურ შეიძლება ესენი გადავიღო დამრთავთნებას და კი ლელა შენთვის ყველაფერი ნებადართულია გადაიღე შეიძლება გამოვაქვეყნო კი გენაცვალე ის აი რამდენად მენდობოდა რომ ეს ავტოგრაფები გადამაღებინა ქალბატონ დიანა და მომცა ახლა თუნებას დამრთავთ იმ სიტყვას ავიკითხავ იმ წერილს რომელიც წიგნშია შესული კი ბატონო თქვენია
სტუმრის სურვილი კანონია და ისედაც საინტერესოა თავისთავად. დიდხანს ვეუბნე ჩემს თავს საყვარელო პოეტო, მაგრამ ვერა და ვერ შევძელი თქვენზე წარსულ დროში მესაუბრა. ვერ გიმეტებთ და ამიტომ დამიგვიერდა ამ წერილის დაწერაც. ნეტა არ ისწავლებინა ჩემთვის მამას ნიჭიერი და უნიჭო მწერლის განსხვავება. ვისლას გვეკითხება წუთი სოფლის წისქვილი, მაინც ბოლომდე ჩამოგქვავსო ამბობთ. ნოემბერში გიპოვათ დედიკომ ქართულ გულიანი ბიჭი და ისეთი ბიჭი ქართველობა რომ არასოდეს გაგადვილებიათ. გულში საყვარელ სამშობლოს იტევდით, ჩიტის გულა პოეტო. მთელი ცხოვრების განმავლობაში სიკეთის თესვით იარეთ, სიყვარულისთვის მიწყივ გარჯილო. ყველას უერთგულეთ, მაგრამ ხანდახან ამისთვის ისჯებოდით კიდეც. ვისაც კი გული ჩემი ლაღად გავუხსენ, ყველამ გამძარცვა ისე როგორც გაგიხარია. თქვენთვის არასოდეს გიცხოვრიათ. ხმამაღლა აცხადებდით, რომ პოეტი თავისი ხალხის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდესო. ერთ-ერთ გადაცემაში ასე ამბობთ, პოეტი ლექსის წერა არ არის. პოეტი ცხოვრებაა, ცხოვრების წესი, ადამიანური თვისებაა. როგორ შეიძლება ლექს წერდე და პოეტი ვარო იძახო? მაგას ძახილი არ უნდა, შენში უნდა იყოს პოეტი. საქციელია პოეზია. ორივე იყავით ბატონო თემურ დიდგორის და გწანისით, სიამაყედ შეგეძლოთ და მუხლზე ლამაზად დაცემაც. ზღვათაუდენი კი არა, თქვენ მშობელი ხალხის ოკეანის ოდენი სიყვარული მოიპოვეთ და ამ წუთი სოფლიდან გასულმა გაიყოლეთ. გწამდეთ, უკვდავი იქნება თქვენი ბრწყინვალე პოეზია. თქვენი ოდედო ფალო ტილოზე ოქრო მკედით ამოქარგული, მეტეხის ტაძარშია დაბრძანებული. ხოლო მეორე, ჩემო საქართველო მართლმადიდებელო, თავად კათოლიკოს პატრიარქმა მოიწონა და უბრძანებია ჰიმნივით იკითხებაო. ესეც ხომ ტაოკლარჯეთში ხახულის მონახულების შემდეგ იმ ღამით თვალსემლიანმა დაწერეთ. მერე კომპოზიტორმა ზურაბ ბჟავიამ საუკეთესო მუსიკა შექმნა და თემურ ციკლაურმა არაჩვეულებრივად იმღერა. ეს საოცარი ლექსი წლებმა წლობით არა მართალია ბატონ თენგიზ არჩვაძეს მიუძღვენით, მაგრამ თქვენც მოგიხდებოდათ მისი ადრესატობა. მარტო მამულს კი არა, დედამიწას უხდები. დიახ, დედამიწას უხდებოდით თემურ ჩალაბაშვილო. საუცხოო ლექსი ჩალაბა მახათაძე მოგიძღვრათ უძვირფასესმა მეგობარმა და უნიჭიერესმა პოეტმა ჯუბაღებელმა. უზარმაზარი სიყვარულმა ამოათქმევინა თქვენი დაკრძალვის მეორე დღეს ეს უხმო ნატირალი. ნატირლები ბევრი წამიკითხავს, ბევრიც მომისმენია მთიელებში ვცხოვრობ, მაგრამ მსგავსი სიძლიერის უხმო ნატირალი აწამიკითხავს. შემძლა და რამდენჯერმე მატირა კიდეც ამ ლექსმა. ჯუბა. ჩემო ძმობილო ხომ გაუძელ ზამთრის ცივღამეს, ხომ არ შეგცივდა თუმცა მიწა თოლქვეშ თბილია. როგორ გეძინა თავს როგორ ცნობ, მითხარი რამე უხშენოდ ნეტავ როგორ გაძლო შენმა თბილისმა. მარტო თბილისმა, ბატონო თემურ, მთელი საქართველო დაგტირით და მოგტირით. დღესაც სიყვარულით მესაუბრებიან სამშობლოს ამერინაში მცხოვრები თქვენი შემოქმედების მოყვარულნი, ჩემი მეგობრები, თანაკურსელები, ნამოწაფრები, ენანებით და ახლა როგორ ძალიან გვატკინეთ გული. თეთრი ქედნები მასხედან მხრებზე, რაქნან ახლა იმ თეთრმა ქედნებმა. რომ დავარხიო ალბათ შენი მაყვლის კენწერო, ჩემი ბავშვობა გადმოვარდება. რაქნას ახლა თქვენი სოფლის მაყვლის ბუჩქის კენწერო თან გადმოვარნილმა ბავშვობამ. დიდო პოეტო, ვინ გაიტყვის აღარ მეხსნება, არც მე ვეხსნები დაცემლებივით მცვივა ლექსები. მოწმენდილზე ცაიქუხებს და აფეთებს სანახებს, მეხი ეტანება მუხებს, არასერჩის ბალახებს. ეს თქვენი ლექსია. დავიჯერე, ჩემო უსაყვარლესო პოეტო, დავიჯერე. დიდი მადლობა რომ ნება დამთეთ, თქვენი უნჯები გადამეღო და გამომექვეყნებინა. თქვენი წიგნები და ავტოგრაფები იყო არის და იქნება ჩემთვის უნჯები. გილოცავთ იმიერში პირველ ახალ წელს და შობას, ცათა სასუფეველი დაგიკვიმtildeოთ უფალმა. შენი მთაწმინდაც და წმინდა მთაც მახათა არის, ხო და იქ როლონ ქარებმა და ღამეც გათელონ. ეს ჯუბას ლექსია. მადლობა დიდი. ორი სიტყვას მეც შეგაწევთ ქალონელა, თუმცა ცოტა რთულია ამ ემოციური თქვენი სიტყვების და გამოსვლის შემდეგ. აი სწორად ბრძანეთ, ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ თემურის ბუნება, მისი პიროვნული განსაკუთრებულობა, პირველი რაც გონებაში ამოტირტირდება უკიდეგანო თავდაბლობა მაღალთა. აქვე საამისო სიგელ გუჯარსაც წარმოვაჩენ. იმხანად დედა უნივერსიტეტში ყავდა მოწვეული ლექტორად, მომავალ ჟურნალისტებთან. იმჟამინდელმა დეკანმა ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ მოუფიქრა მის სულთან ახლოს მდგომი და სტუდენტებისთვის ჰაერივით აუცილებელი საგანი, ქართული კულტურა. სრული კარტ ბლანშიც დაუწესა, რაც ფასეულად მიგაჩნია დასაბამიდან დღემდე,
რასაც ღირებულად თვლი ქართულ რეალობაში ყველაფერზე შეგიძლია ესაუბრო ახალგაზრდებს. თემატიკაც თავად შეერჩიე და პრობლემატიკაცო. ნახთ ქართველებად რომ გაიზარდონო. თემურსაც რა უნდა მეტი. ასეთ ნდობას უთუოდ იმსახურებდა უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო. უწმინდესისა და უმიტარესის ილია მეორეს ხელდასხმული და გზადალოცვილი. ხელიდან ხელშიც გადადიოდა მისი საუცხოო ლექსები. დაფასება არ აკლდა, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ტაძარში ფეხაკრეფით შემოდიოდა და დააბიჯებდა მე-6 ჟურნალისტების კორპუსში ჩვენი დედა უნივერსიტეტისა. ერთ ჩვენიერ დილით თემურმა მეგობრებსა და კოლეგებს ვიწრო წრეში საპროფესოროში წაგვიკითხა ჯერ კიდევ მილან შეუშრობი ახლად შექმნილი საოცრება ჰამლეტ გონაშვილს. და ამ შედევრით მოხიბლულ მონოსხოლს ჩემი თხოვნით თავისი ულამაზესი ხელწერით იქვე ჩამიწერა თაბახის ფურცელზე უთბილესი მიძღვნად წამოცხარა და იქედან ლექციაზე შესულმა რა თქმა უნდა ჩვენ საერთო სტუდენტებთან საუბარი ამ ლექსით დავიწყე. შენ წამოიწყე დაიგვიანის და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები, იქნებ ემაყყელს ერთად ხატავდნენ ბექა და ბეშქენო პიზარები. რთოვდნენ შენი ხმის მინანქარები, როგორ ჩანჩქერი კლდიდან ვარდნილი და არწეული შენი თვალებით მეხატებოდა წინ ავთანდილი. ლექცია პოეზიის შუადღეთ იქცა. შეუძლებელი იყო ამ ტალღიდან სტუდენტების გადართვა და არც მიზანშეწონილი. იქვე იდეაც დაიბადა. სტუდენტები სასწავლო გაზეთს ახალგაზრდა ჟურნალისტის ნომრებს ამზადებდნენ, ბაკალავრებიცა და მაგისტრანტებიც და ერთგვარი კონკურენცია ჰქონდათ ერთმანეთში, ვისი უკეთესი გამოვიდოდა. მაშინ მჟამინდელი ასპირანტის მაია ნადარეიშვილის ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით. ყველა კურსი ცდილობდა განუმეორებელი ნომერი შეექმნა და აი ამ ლექსის მოსმენის შემდეგ ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდათ, რომ ჯერ გამოუქვეყნებელი ახალდაწერილი შედევრი გამოექვეყნებიათ თავიანთ ნომერში. თხოვეს გვიშვამდგომლეთო თემურთანო. ცხადია ურჩიე თვითონ ეთხოვათ ავტორისათვის ჯერ ერთი მას ეს უფრო ესე ამონება მეთქი და მეორეც ახლა როგორც მომავალ ჟურნალისტებს ასეთი მორიდება და მოგრძალება დიდათ არ გამოგვადგებათ პროფესიაში თქო. რა თქმა უნდა დამიჯერეს. უნდა გენახათ თემურის აცრემლებული დიდი მეტყველი თვალები. გაზეთის ახალი ნომერი რომ მოართვეს სტუდენტებმა, რომლის პირველ გვერდსაც ეს დიდებული ლექსი ამშვენებდა. უზომოდ გაიხარა. აკი გალაქტიონსაც აღარ კითხულობენ ახალგაზრდებიო. ნახეთ რა ბავშვები მოდიანო, ამათ ვენაცვალეო, რა თაობა გვყავსო. უბედნიერესი იყო. გასახსენებელი ბევრია, ლამის მთელი ცხოვრება ერთად გავლიეთ. სტუდენტობიდან მოყოლებული მწერალთა სახლსა თუ ლიტერატურული საქართველოსა და აღკომის სამეგობროში, ჩვენს თეთრ ტაძარში, სტუდენტთა შორის, ანეულის ზეიმებზე, თასა და ბარში, სადაც ნაღდი ქართული სიტყვა ისმოდა და პოეზიის სურნელი ტრიალებდა. კიდევ რას გვეტყვით თემურზე? ბატონი თემურის დახასიათებისათვის კიდევ ერთ პატარა ამბავს გავიხსენებ, თუმცა პატარა არ არის მთელი ცხოვრება, მე მახსოვრება კალბატონო დიანა. შარშან წინ ზაფხულში საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება ბატონი ბესოღინაშვილის ინიციატივათა და ორგანიზატორობით მოვაწყვეთ შეხვედრა ბატონ თემურ ჩალაბაშვილთან და ბატონ ტარიელ ხარხელაურთან. წამყვანობა მე დამევალა. ჩამოვიდნენ თბილისიდან სტუმრები, რა თქმა უნდა მწერლობაც და პროგრამას ვადგენს, სანამ დაიწყება ღონისძიება და თბილისიდან არის ჩამოსული მუსიკოსი, ბანდურზე უკრავს, ბანდურზე მღერის არჩეულებრივი ბიჭია, ცნობილი, გვარსა და სახელს ახლა არ ვიტყვი და მას ვკითხე, თქვენ რა სიმღერებთ მეთქი, რა შეასრულებთ, რომ პროგრამაში ჩამეწერა და მე ბატონ ტარიელის ლექსზე ვმღერიო და ერთ სიმღერას ვიმღერე ბატონ არ ვაკადრე, რომ რომელი ლექსი და რომელი სიმღერა. შემდეგ გამოვაცხადე ამ სტუმრის ამ ბიჭის გვარი და სახელი და დაიწყო სიმღერა სტერი უჩემოთ სტერი მარინას რომ მიუძღვნა შვილის გარდაცვალების თაობაზე და აქვე მინდა
დღეს 16 დეკემბერია ბატონი ტარიელის შვილის ბეგას დაბადების დღეა და ნათელში იყოს დაბადების დღე. დაიწყო ეს სიმღერა ბატონი ტარიელი ჩაფიქრებულია სცენაზე სავარძელში ზის, აქეთ სავარძელში ბატონი თემური და შუა სიმღერაა და ბატონი თემური მანიშნებს რომ მოდი ჩემთან მივედი და მეუბნება ქალბატონო დიახ. ლელა შეგნებული კულტურული გოგო ხარ. რანაირად დართენება ეხლა ამ მომღერალს რომ ეს სიმღერა გამოეტანა და ემღერა. როგორ გაბედეთ ტარიელს ტკივილები, როგორ აუშალეთ ახლა. მაპატიეთ ბატონო თემური მეუთხარი მე შევწდი, დავაშავე რომ მე არ ვიკითხე რა სიმღერას შეასრულებდა ის ბიჭი. ცოდვა ტარიელი ასეთი რამ აღარ გაიმეორო და ისე მანამდისაც და შემდეგაც როდესაც მე ღონისძიების წამყვანობა დამევალება ხოლმე ყველას ვაფრთხილებ რომ ტკივილზე არ ვილაპარაკოთ და არავის მივაყენოთ და ამ თემაზე ბატონ ტარიელთან ნუ ვისაუბრებთ ვიხუმროთ მწყებსობაზე იმაზე ყველაფერზე მთაზე ბარზე და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვაშკაცურად მართლა მთელი კაცის შინაგანი სიმამაცით ამას ხო როგორ დაცნაირად მართალი იყო ბატონი თემური როგორი სათუთი გულის პატრონი იყო და როგორ ფიქრობდა რომ როგორ შეეცოდა ტარიელი იმ ტკივილისათვის რაც ის სცენაზე იღებდა და ფიქრობდა და მეორე კიდევ აი ახლა ამ ზაფხულს ვაჟაობაზე ჩვენთან ბატონი ტარიელი იყო და რა თქმა უნდა დღესასწაულის შემდეგ ყოველთვის იქ სუფრა იშლება და სუფრაზე ერთ-ერთმა კითხა ბატონ ტარიელს სიონის ეკლესიაში თქვენ იყავით და მახათაზე დაკრძალვის პროცესიას რატომ არ გამოყევით მახათაზე ვერ გნახეთო და პასუხი ბატონ ტარიელის ვერც წამოვიდოდი მე არ შემეძლო მენახა და მესმინა როგორ ეყრებოდა თემურ ჩალაბაშვილს გულზე მიწა აი ეს ორი დიდი შემოქმედი რას ფიქრობდა ერთმანეთზე როგორ უყვარდათ ერთმანეთი რა სათუთი გულის პატრონები იყვნენ და გასაოცარი სხვა სამყაროშია პოეტი ზოგადად და მით უმეტეს ასეთი ფაქიზი სულის როგორ ასეთი ფაქიზი ხელოვანია და ამ არ შემიძლია ახლა არ გავიხსენო ჩვენი თამარ შაიშმელაშვილი დიდოდა დღეს ყოფილიყო რაღაცნაირად მაგრამ ვერ მოხერხდა და ის როგორ ერთნაირად უყვარდათ კახეთი ამ ორ კახელს ნუ საქართველო რა თქმა უნდა საფეცარი ორივე კახეთი და თან კუთხე ქიზიყის და ორივე ქიზიყელი და არ ვიცი თამრიკო რო იქ წერდა და ეს ეხმიანებოდა რომ აი ქედან შეხმიანება რო ძვირფასი იყო მისთვის ასე შემდეგ და გამახსენდა ეხლა როგორ შეიძლება არ გაგახსენდეს თამარის საოცარი ამღერებული ლექსი საქართველო კახეთიდან უფრო მეიმედები და აი როგორ აი ეს ძალიან ბევრი საერთო ქონდათ მათ დიდი მეგობრებიც იყვნენ მაგრამ აი ქიზიყიდან წამოსული ჩვენი საქართველოს რაღაცა უკიდეგანო სიყვარული ამური უნიჭიერესი ადამიანის ახლა უცებ მომაგონდა თქვენს მოკლედ ძალიან დიდარი ვართ ფაქიზის სულის ნიჭიერი ადამიანებით და ამას ასეთ ქვეყანას სხვანაირი გაფრთხილება უნდა პატარა ერის ხვედრი მძიმეც არის და ბედნიერებაც არის რომ აი საქართველოში დავებადეთ კიდევ ერთი ჩვენი საერთო მეგობარი მინდა გავიხსენო რომელიც ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ არის დღეს ჩვენთან ერთად თორემ უეჭველად აქ იქნებოდა ჩვენს გვერდით და მას არაჩვეულებრივი პორტრეტული ნარკვევი აქვს თავის დროზე მე მის წიგნში შევიდა ეს სადაც წერდა ჩვენი დათო ჭელიძე ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი სევდიანია ჩალობაო წერდა თავის ბრწყინვალე პორტრეტულ ნარკვევში მართლაც გულში ჩაღურელი ცრემლები ვიცვიოდა ლექსები თქვენც მოიტანეთ ეს ლექსი რომელიც არ შეიძლება თემური ვახსენო და არ გამახსენდეს აღარ მეხსნები არც რო მეხსნება არც რო ვეხსნები და ცრემლები ვიცვივა ლექსები წუთისოფელი არავის ინდობს ულმობელია წამწამს სტრობელი მაგრამ როგორი გაუტეხელი ვაშკაცური სული უნდა კონდეს პოეტს ეს რომ ამოთქვა ასეა წუთისოფელი დრო მიდის წუთი მოკლდება სიკვდილიც მოვა ოხერი მოვა და შემომაკვდება ასეც ხდება როცა
ლექსითაც მარცხდება ურჩხული, ეს უკვე მისი სხვა ლექსიდან არის. ახლა ძალიან რომ უყვარდა გომბორი. ერთ ლექსში აქვს გოგლაური და ამ ლექსს წავეკითხავ და კი ბატონო. გოგლაური. გეხვეოდი ლამის ტრფობამ დავახჩო. ტყეში შურთხმა თუ დააფრთხო მთვარე. ივრის პირას ვკრიფეთ თეთრი ყაყაჩო და გომბორზე გავათიე დღამე. ტანზე ის სამოსელი გემოსა, ფეხთ გეფინა ძოწეულის ფარჩა. ვით აღლუმში გამარჯვებულ ცხენოსანს არ მელოდა სიყვარულის ჯვარცმა. გზად მიმავალთ მტერი გადაგვეყარა. რა ყოფილა მუხთალი ბედი. გაგიტაცეს და წამართვეს ქვეყანა მეც გადმომწვდნენ გამეჩეხეს მკერდი. გული მოკვდა, ნეტა ვინ გამიმეტა, ვისი საყდრის გახვევია მრევლი, შორს მიმავალს რა მიმყვება იმედად, ხოლო წყვილი მარტოობის ცრემლი. ჩვენთან ვაჟაობაზე ქალბატონი დიანა ერთად იყვნენ ქალბატონი მზიახე და გული ჩემი საყვარლესი პოეტია ბატონი ყველაზე უნიჭიერი ქალბატონი ძალიან სიტი თემა და მე შემდეგ სუფრაზე ახლა მზიამ გამოაცხადა ქალბატონმა მზიამ თემურს დაუწერი ხომ თაში ვარ და მცაში სულ კაფეაობენ და ლექსობენო და აი ახლა ლექსი მოვიფიქრე რაღაც დაუწერი აბა ჩალაბაშვილო მომისმინეო და მე ჩვენ განმარტება მოგცა და ვიცი ცხადია რომ ავტორი ავარიების შედეგად დამიზიანდა ორივე ფეხი ამიტომ ოდნავ მაინც ვკოჭლობ თავარია მეგობრობაში და სტრიქონებში არ მოვიკოჭლებდეო და იქვე წამებში წაუკითხა ბატონ თემურ ჩალაბაშვილს ლექსი. ვაჟაფშაველა, აქაც ჩვენი მასპინძელია, მშობლიურია, ახალი და მარად ძველია, იცხოვრო მისებრ, ისე მწარე, ისე ძნელია, სიბძნის ჯიქანი მარად მოსაწველია, ჩალაბაშვილო, კოჭბანში ვაჟას ვადიდებთ, მოდი იკოჭლე, ჩემთან ერთად თაზე ავიდეთ. და ქალბატონმა მზიამ რომ გამოსცა წიგნი, იმაში შეიტანა უფლების უფლება ამ წიგნში. მე მინდა გითხრათ ქალბატონო დიანა რომ გავუბედე ბატონ თემურს და ჩემს ჟურნალში დავბეჭდე მისი ლექსები, ვალერიანი მონაკის წერილი მასზე ფოტოები თურთ და ძალიან მოეწონა ბატონ თემურს აი ეს არის პოეტის ცხოვრებიდან ფოტოები მისი ხო ასი ლექსი ფოტოები და ლექსები აქვე მინდა გითხრათ რომ ბატონი თემურის ლექსები თარგმნა გერმანულ ენაზე და რუსულ ენაზე ჩემმა მეგობარმა გერმანული ენის სპეციალისტი ქალბატონია პუბლიცისტი ნინო მჭედლიშვილი და ძალიან გაახარა ბატონი თემური აქ მაქვს დაბეჭდილი გერმანულადაც და რუსულადაც ეს ლექსები მე 2014 წელს დავაარსე ჩემი ჟურნალი რომელსაც ულამაზესი სახელი ჩვენთვის დედამიწაზე ქართველები მოწოდე საგანმანათლებლო სალიტერატურო ყოველთვიური ჟურნალი და კარგად გამოდიოდა ფაქტობრივად მარტო ვუძღვებოდი 70 გვერდიანი ახლა მისი დაბეჭდა არ მეჭირდა ჩემი მამა ფინანსებდა მაგრამ მე ჩემი ოჯახის წევრების ავადმყოფობის გამო გავჩერდი 8 ნომერი გამოვუშვი ქალბატონ დიანა კარგად იყიდებოდა და გავჩერდი და მე თვეების განმავლობაში მირეკავდნენ საქართველოს ამერიდან რატომ გაჩერდი ნუ თუ აღარ დაიბეჭდება და ვერ შევძელი რაღაცა ბავშვობიდან ნორჩილენელის კორესპონდენტი ვიყავი მე-5 კლასიდან მიბეჭდავდა ნორჩილენელი მე რაიონულ გაზეთში თანამშრომლობდი ივრისგან თეატრში მე საქართველოს რესპუბლიკაში ვითანამშრომლე ყოველთვის ვაჭრდი წერილებს ვბეჭდავდი აქტიურად მოღვაწეობდი და 1999 უკვე ჟურნალისტთა კავშირის წევრი გავხდი და იქიდან და ვეღარ შევძელი და სხვადასხვა ბატონ თემურს არც ვუთხარი რომ ჩემ ჟურნალში უნდა დავბეჭდო თქვენი ლექსები მეთქი და ლერიანი მონაკის წერილი და რომ ვაჩვენე სიხარულისაგან შევატყვე აღფრთოვანება გადაიღია ძალიან გაუხარდა ბატონო სამწუხაროდ რეგლამენტი შეწურება და აი მინდა რომ დავასრულოთ ნებისმიერი ლექსი ბატონო თემურზე არის სიამაყით, სიხარულით, რაღაც შინაგანი რწმენით, წასაკითხი გასაზრებელი, მაგრამ აი პატარა ლექსი ქართველი. ქართველი. მუხზე დაცემად შეგიძლია და სიამაყეც. შენ ორივე ხარ,
ხან დიდგორი, ხან კი კრწანისი, პირველ დაცემა ნიშნავ შემდგომ უნდა ამაღლდე, რომ დაინახო მტერი შენი შესაბრალისი. საქართველოს ამაღლება ვუსურვოთ. თემის ნაოცნება. თქვენ კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო თვითფასო ტელემაყურებლები. ნაბამდის.